ერთადერთი ხელოვნების და არქიტექტურის იდეალური სინთეზით, სადაც იტალიური რენესანსი იღებს სათავეს და აღორძინების ეპოქა მთელი მისი დიდებულებით იგრძნობა. ეს ის გამორჩეული ადგილია, სადაც ადამიანის უსაზღვრო, არა ამქვეყნიური შესაძლებლობების გჯერა, რადგან დამთვალიერებლის წინაშეა მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ლეონარდო და ვინჩის, დონატელოს ნამუშევრები, ბოსხის რელიგიური და ალეგორიული ნახატები. უმშვენიერეს ფლორენციაში ცხოვრებაა არტი. სან ლორენცოს ბაზილიკა ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარია, რომლის არქიტექტორიც მიქელანჯელო იყო. სან ლორენცოში ამ კვირაში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს მგალობელთან გუნდმა სიმღერით გააკეთა ის, რაც მათზე უკეთ არავის გამოსდის. ღვთისმშობლის ჰიმნი შენ ხარ ვენახით დაიწყო ქართულ მრავალხმიანობაში მოგზაურობა, რასაც მოყვა აბე მარია, ანა კალანდაძე, რომლის პოეზიის მთავარი მახასიათებელი ესთეტიკაა და მუსიკაში გადატანილი ლექსიკი მალამუა გულისა და ყურისათვის. სრული თვითგაღებით იმღერეს. ტაძარი სავსე იყო მშვენიერებით, ისეთ მშვენიერების ტაძარია ეს და ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ. საოცრება ვართ მედიჩების ტაძარში, სადაც არის მათი ძვალთშესალაგი, აქ არის მიქელანჯელოს მიერ გაკეთებული მედიჩების კაპელა, საოცარი მისი ქმნილება, რომელიც უდიდესი რელიგიური და ფილოსოფიური საზრისით არის ახსოვს. აქ არის უამრავი წმინდანის პირველ საუკუნეების მოწამეების ნეშტები, ხატები, თვითონ ბრუნელესკის არქიტექტურა შეგნით საოცრება. ჰარმონიით ახსოვსეთ. და აქ ისმოდა ქართული. აქ ისმოდა ქართული მუსიკა. გადაუდებლად საჭიროა, რომ ესეთი პროექტები იყოს ხშირი და რომ ადამიანებს შეახსენოს საქართველოს თავი. და ქართველებს გვაქვს ესეთი ხელოვნება, რომელიც ესე ორგანულად ერწყმის აი ამ საოცრებას, ამ სილამაზეს, რომელიც იგივე სულიერების ბაზე და იგივე მსოფლმხედველობაზე და ფილოსოფიაზე დგას. ფლორენციაში ქართული პოლიფონიით აფრთოვანებულმა ტაძრის წინამძღვარმა თქვა, რომ არასდროს ეკლესია არც ერთი ქვეყნის მომღერლისთვის ან დირიჟორისთვის არ დაუთმია. და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი აღმოჩნდა. მიზეზი საქართველოს პატრიარქის მიმართ უდიდესი პატივისცემის გარდა მუსიკა იყო, რომელიც მისი აზრით ცას და ხმელეთს აერთიანებს. ემოციური იყო და ცრემლის მიზეზი მისი გამოსვლის ის ნაწილი, სადაც წინამძღვარმა თქვა, რომ ბაზილიკის კარის გაღებით ეს კონცერტი იტალიაში მომუშავე ქართველ ქალბატონებს მიუძღვნა. და რა უნდა ყოფილიყო იმაზე საუკეთესო მსმენელთან დროებით დასამშვიდობებლად, როგორიც გია ყანჩელია და მისი განუმეორებელი ქარი ქრის. ემოციურია ვისაც ჩვენს თანამებობებს ხდებით, ემიგრანტებს ხდებით, ან სხვა რაღაც ხდება. ჩვენს განათლების ხალხი ხშირად მე ვხვდებით, რომ ვსახდებით ხოლმე ყოველთვის ძალიან ემოციურია და ჩვენ კონცერტზე ეთყობოდა ეს. ჩვენს ვითხოვოდა სიმღერის შესრულების დროს, რომ მათთვის უცვლელად ვერ ეთყობოდა. ძალიან ბევრია ჩვენი ქართული თანამემამულე მოვიდა, რომელიც დაესწრო კონცერტს და მე მინდა მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოთქვა და დიდი პატივისცემა, რომ ეს ადამიანები აქ ცხოვრობენ წლებია, მაგრამ მათ გულში და სულში არის ყველაფერი ქართული და ისინი არ ივიწყებენ ჩვენ სამშობლოს. ფლორენციამდე იყო რომი, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა, სადაც ასევე პირველად გაისმა ქართული ყოვლის მომცველი მუსიკა. ღრმა შინაარსით, ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით. ღმერთი მეუბნება, თუ როგორ უნდა ჟღერდეს მუსიკა. არტურო ტოსკანინის ამ სიტყვების შინაარს ყველაზე კარგად აქ შეიგრძნობდით. დარბაზში, სადაც ქართველები იყვნენ მასპინძლები და იტალიელები კი სტუმრები, კონცერტის მანძილზე არაერთხელ გაჩერდა დრო. ქართველმა მუსიკოსებმა წამი მარადილობად აქციეს და ძარღვებში სისხლის ნაცვლად მათი ხმა ჭკებდა. ასეთი მომენტი იყო ვაჟა-ფშაველას წუთისოფელი, ზვიად ბოლქვაძის შესრულებით. გამორჩეული წამები
გონებია ვერ აგიხსერთ ეს 4 წუთი და რამოდენიმე წამით 5 წუთი არ მახსოვს უბრალოდ. არის ისეთი მდგომარეობა, რასაც მე ვერასოდეს ვერ აღწევ. გასვლის წინ არის ყოველთვის ძალიან დიდი ხედვა, მაგრამ მე არ ვიცი რა ხდება. მე მესმის ტაშის ხო. შუაში რა ხდება აღარ? არა. შუაში რაღაც სხვა რამე. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავ. მე ვილოცავ გულითასულით ჩვენს ბიჭებს ამ ძალიან დიდ წარმატებას, ვილოცავ სვიმოს, ვილოცავ გიორგის და სრულიად საქართველოს. და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ და შევძლებთ, რომ სანამ ჯანი გვაქვს და სანამ შეგვიძლია მაქსიმალურად ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. გულიდან წამოსული ქართული მუსიკა, რომელიც ენის ბარიერს ლახავს და დედამიწის ყველა კუთხეს წვდება, იპყრობს, თავის ადგილს იმკვიდრებს ისაა, რაც ქართველებს ყველაზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. ყველაზე დიდი განზომილება ხელოვნებაში ეს არის და არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და ეს არის ნამდვილი ხელოვნება. ეს არის ის უმაღლესი მწვერვალი, რაც შეგვეძლო რომ გვეჩვენებინა. კონცერტს რომში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. კონცერტის გარდა საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად პირველად შეხვდა რომის პაპს. ლეო მე-14 ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოიწვია. საუბარი შედგა ყველა იმ საკითხზე, რაც აღელვებს საქართველოს, რაც ვატიკანის ინტერესს წარმოადგენს. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პაპი საქართველოს მშვიდობას უსურვებს. ეს ის სიტყვაა, რაც ვატიკანში შესulis შემდეგ ყველაზე ბევრჯერ აქვს ნათქვამი ლეო მე-14-ს, რისი მიღწევაც და შენარჩუნებაც საფუძველია ქვეყნის წინსვლისთვის. ტაში, სიამაყე, მოსმენილი ტკბობა და უპირობო სიყვარული არის ის, რასაც ქართველი ხელოვანები ნამდვილად იმსახურებენ და ამიტომაც არასდროს უნდა მოაკლდეთ მათ მსოფლიოს საუკეთესო დარბაზები და გულისხმიერი მსმენელი იმის სათქმელად, რომ ქართული კულტურა ევროპის კაშკაშა მანათობელია.